ოდესღაც მრავალი მილიონი წლის წინ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე არ არსებობდა. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დედამიწის თითქმის მთელ ზედაპირს წყალი ფარავდა. მხოლოდ ალაგ-ალაგ მოჩანდა ხმელეთი. ამინდით თბილი და ტენიანი იყო, სწორედ ისეთი, როგორიც ზაფხულში ჭიქა-კუხილის შემდეგ იცის. სიცოცხლე პირველად წყალში ჩაისახა. დედამიწის პირველი ცოცხალი არსებები ბაქტერიები და წყალმცენარეები იყვნენ. შემდეგ გაჩნდნენ მედუზები. ისინი პატარა, გამჭვირვალე არსებები იყვნენ. მოგვიანებით გაჩნდნენ პირველი თევზებიც. ხმელეთზე პირველად წყალმცენარეები ამოვიდნენ. ოკეანის ტალღები მათ ნაპირზე ისროდნენ. ზოგიერთი მათგანი შეეჩვია ჰაერსა და სინათლეს და საცხოვრებლად ხმელეთზე დარჩა. ნელ-ნელა მათ კვას ცხოველებიც მიყვნენ. მორიელები, ობობები, მრავალფეხები, რომელსაც სუნთქვა შეეძლოთ როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე ცხოველებმა სუნთქვა ისწავლეს. მათი ფარფლები თათებად გადაიქცა, რითაც მყარ ზედაპირზე გადაადგილება გაიოლდა. დედამიწაზე გიგანტური ხვლიკების, დინოზავრების დრო დადგა. ამ უძველესი გოლიათების შთამოვლები არიან კუები, ნიანგები და გველები. დინოზავრები მრავალი წელი ცხოვრობდნენ დედამიწაზე, მანამ სანამ უეცარი აცივების შედეგად არ გადაშენდნენ. გიგანტურ ხვლიკებს შორის მტაცებლებიც იყვნენ, მაგალითად საშინელი ტინაროზავრი. მას უზარმაზარი ყბები და ასობით დანასავით მჭრელი კბილები ჰქონდა. მტაცებელი ორი უკანა ფეხით გადაადგილდებოდა და თავისუფლად შეეძლო სპილოს გადახტომოდა. პატარა დინოზავრები კვერცხიდან იჩეკებოდნენ. ბალახის მჭამელი გიგანტები ხშირად წარმოუდგენელ ზომებს აღწევდნენ. ასეთი იყო მაგალითად დიპლოდოკი. თუმცა ისინი მხოლოდ ბალახითა და ფოთლებით იკვებებოდნენ. დიპლოდოკი დილიდან საღამომდე დაეხეტებოდა ჭაობებში, ნებივრობდა თბილ წყალში და დაუსრულებლად ჭამდა. მრავალი მილიონი წლის წინ დედამიწაზე ძალიან აცივდა. დაიწყო გამყინვარება. გადარჩა მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც ახალ გარემოს შეეგუნენ. შეიმოსდნენ ბეწვით. ისწავლეს გაყინული მიწის ამოთხრა და საკვების მოძიება. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ სრულიად ახალი ცხოველები გაჩნდნენ. სწორედ ისინი იყვნენ დღევანდელი ცხოველების წინაპრები. ერთ-ერთი იყო მამონტი. გრძელი ბეწვი მამონტებს ზამთრის სიცივისაგან იცავდა. ცხოველები გამხმარი ბალახით, ხავსითა და ნაძვის გირჩებით იკვებებოდნენ. მამონტები თავიანთი უზარმაზარი შუანებით ყვრეტდნენ თოვს, რათა მის ქვეშ მოქცეულ ბალახამდე მიეღწიათ. ასე ნელ-ნელა გაჩნდნენ ფაჩხმიანი ცხენები, გამოქვაბულის დათვები, თევზები, ფრინველები და ასე შემდეგ.